გამარჯობათ მეგობრებო, ვგსოვთ ჯემს რეგლანით გახსნილი საყელოთი თუ დახურული საყელოთი, ეს გავიარეთ პირველ ვიდეოში დასაწყისი, შემდეგ რეგლანით უკვე როგორ მოვგსოვეთ და დავტოვეთ მხრები მეორე ვიდეოში და ეხლა დღეს არის ეს მესამე ვიდეო გაგრძელება. აი ეს იყო პირველი და დასაწყისი, დავხურავდით ჩვენი სურვილით, სადაც გვინდოდა, ან დავიწყებდით თავიდანვე დახურულს. შემდეგ მეორე ვიდეოში როგორ მოვგსოვეთ, რომ დავწიეთ საყელო, ეს მეორე ვიდეო ნახეთ და ნახეთ, აი როგორ მოვგსოვეთ, რომ დავტოვეთ რეგლანი, მხრები, აი აქ. და ეს როგორ მოვგსოვეთ, აი ეს. დღეს გვაქვს მესამე ვიდეო გაგრძელება, როგორ დავიწყოთ ახლა მხრების გსოვა და როგორ გადავიდეთ აი ეს ადგილი, აი ეს. როგორ დავიწყოთ ახლა სახელო, როგორ მოვგსოვოთ, მესამე ვიდეო. ახლა წარმოდგენა რომ გქონდეთ. ეს ვიცით ხო რა არის, აი ეს რომ მოვგსოვეთ, ტანი რომ დავიწყეთ, დავტოვეთ მხრები და აქ რომ ჩავუმატეთ თვლები, ის თვლები ისევ ვუკლეთ, რადგან ჩვენ ჯემპრის სიდიდისთვის კი არ გვჭირდებოდა, აქ შეერთების ადგილი არ უნდა ყოფილიყო მჭიდრო და ვიწრო, იმიტომ ჩავამატეთ და ვუკლეთ. და აღარ გვჭირდებოდა და გავაქრეთ. მაგრამ ხო დაგვრჩა ეს 5 თვალი ჩამატებული, ახლა სახელო რომ უნდა მოვგსოვოთ და აქედან როსად წავიღოთ ეს 5 თვალი. არც ზემოთ არ გვჭირდება სახელო, ამსიგანეთ ჩვენ არ გვჭირდება. ამიტომ ახლა დავიწყებთ და აი ასეთ ფორმას გამოვიყვანთ. აი ჩავთვალოთ, რომ ეს არის მატების ადგილი, 5 თვალი სადაც ვუკლეთ, წავედით მერე კლებაზე, აქ ვუკლეთ, როგორ ვუკლეთ, ვნახეთ ერთ რიგზე და ერთ რიგზე არა, ერთი სიტყვით, ახლა მკლავების მხარე უნდა ავიღოთ და აქაც აი ასეთი ფორმა უნდა გამოვიყვანოთ. ეს არის საზღვარი, ასე ვთქვათ, სახელოსა და ტანს შორის. აი ეს ადგილი. ახლა გადავიყვანოთ ჩვენ ჩხირებზე და სად გვაქვს ჩხირები. აი ეს თვლები მთლიანად გადავიყვანოთ ჩხირებზე, რაც დავტოვეთ, ხო? ხო გსოვდით? მოვდიოდით რეგლანით, ვუმატებდით, მივედით სასურველ ზომამდე, დავტოვეთ თვლები, წავედით, ტანი მოვგსოვეთ, აქ არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არ არის მოგსოვილი, ეს ნიმუშია, თქვენ მოგსოვეთ, ჩახვედით, რეზინაც მოგსოვეთ, მთლიანი ტანის რამ სიგრძე გჭირდებოდათ და მოვედით, ეხლა სახელო უნდა მოვგსოვოთ და როგორ მოვგსოვოთ. არ არის გაუგებარი მგონი, ეს არის თვლები, რომელიც სახელოსთვის დავტოვეთ და გადავიყვანთ ჩხირზე, რომ დავიწყოთ სახელოს გსოვა. კლავის, რა ვიცი. აი ახლა ერთად ავიღოთ ეს თვლები და ვნახოთ რა გავაკეთოთ, რომ შემდეგ არ იყოს კიდე შეკითხვები, იქ რა ქენი, აქ რა ქენი, ისაც წავიდა, ისაც წაიღე, ეს საიდან მოიტანე და ასე შემდეგ. ამიტომ აი აქ ერთად ეს უნდა მოვაშორო აქედან. აი ასე.
აქ მოჭიმულია ეს ძაფები და არსად არც ერთი თვალი არ გამოგრჩეს. აი ასე. ეს ძაფი ჩვენ აღარ გვჭირდება. და მოვედით ახლა აი ის ჩამატებული თვლები სადაც არის, ხო? ამ თვლებს სულ სათითაოდ აი ასე ავიღებ. ნახე ეს ხო ეს ჩამატებული თვლები. და ასე აიყვან ამას ამ ჩხირზე როგორც ის თვლები გადაიყვანე, არც ერთი თვალი არ დაგრჩეს, აქ არაფერი არ დაგრჩეს. და ეს აი ასე. ახლა ნახე მე მოდი აქ სანიშნები დავაყენოთ, რომ გასაგები იყოს საიდან სადამდე რა უნდა გავაკეთოთ. აი ჩამოვიდა ახლა ჩვენ ხო გავყავით ეს რეგლანის თვლები. ნახევარი აქეთ ტანისკე წამოვიდა, ნახევარი იქით დარჩა. ახლა აქ აი ასე აი ამ ძირითად წამოსულ თვალს აი აქ დავტოვებ, რომ ამ თვალთან ვუკლო. აი ასე. აქეთ მხარესაც ხო საიდანღაც მოდის ის ერთი თვალი, ხო, ნახე? ძირითადი თვალი, აი ეს თვალი, აი აქ მოდის. ამ თვალსაც აქეთ დავტოვებ, რომ ვიცოდე უფრო სწორად თვალსაჩინო რო იყოს თქვენთვის, აი საიდან სადამდე უნდა ვუკლოთ ჩვენს, საიდან სადამდე გვაქვს ის გასაქრობი თვლები, გასაგებად რო ვთქვა, ასე უნდა შემოვიდეთ. ეს ძირითადი თვალი აქედან მოდის, ეს აქედან მოდის და აი ესენი ერთმანეთთან. როგორც აქ გავაკეთეთ, ხო იყო ერთი ძირითადი თვალი აქედან მოდიოდა, ერთი აქედან. აქაც იგივე უნდა გავიმეოროთ. მაგრამ მანამდე უნდა მოვგსოვოთ ერთი რიგი აუცილებლად. ახლა აი აქ სხვათა შორის ჩავაბა მისე ახლა მე ამ ძაფს. კიდევ ვიმეორებ, მე ვგსოვ ნიმუშს, თქვენ ძალიან კარგად გააკეთებთ ყველაფერს. მე გამოვნასკვა აი აქ და თვლებს რომ ავიღებთ, ერთი რიგი აუცილებლად უნდა შემოვგსოვოთ, რომ აი ეს ჩამატებული თვლები თვლებს დაემსგავსოს და პირდაპირ არ ვიწყებთ კლებას. შემოვგსოვეთ, ეს თვლებიც მოვგსოვოთ. პირველი ერთი რიგი. ჩვეულებრივად არც უკლებთ, არაფერს არ ვცვლით. აი ასეთი ადგილები ყოველთვის გექნება ამ დროს და აი ასე არ მოგგსოვო, ასეთი თვლები არ დატოვო აქ. ამოიყვანე კარგად, თვალი გამოიყვანე, ან უკლე, ან რაღაცა ქენი აი აქ, რომ ძალიან ლამაზად დატოვო აი ეს ადგილები. და აქ დიდი ფანჯრები არ დაგრჩეს და რაღაცა სასწაულები არ დაგრჩეს. რომ გამოვიდეს ჩვეულებრივი ნაკსოვი. ეს ის ნამატი თვლებია და გადავგსოვ ერთ რიგს ჩვეულებრივად. აი აქეთაც ახლა ეს ლოგიკურია უმატეთ, მერე იქ ზემოდან თვლებია, იქ ის არის, აქ ეს არის, აქ რაღაცები რჩება ხოლმე. ახლა ამას ლამაზად აქ თვლებს გამოვიყვან, ამოვგსოვსავით ამ ერთ თვალს და შეიკვრება, აღარ იქნება ის დიდი ფანჯრები, არ დარჩება, ჩვეულებრივი ნაკსოვი გამოვა. ეს კიდევ აი ეს ძაფი რო ჩავაბი და ქსოვა დავიწყე, ის ძაფი მოვახვიე აქ, რომ შორს არ დარჩენილიყო. ახლა ეს ამ თვალთან ერთად უნდა მოვგსოვო, აქ კი არ ვუმატებ, ხო?
ცალკე რომ მოვგსო, ნამატი გამომივა. გადავაბი, აქ ხო ჩავაბი ახალი ძაფი, რო ქსოვა დამეწყო. პირდაპირ რო დამეწყო ქსოვა, მაშინ აქ ძალიან დიდი ადგილი დარჩებოდა და ძაფი მოვახვიე აქ. და დავტოვე ისე, რომ მოვედი ახლა თვალთან ერთად მოვგსოვე და რიგი შეიკრა, გადაება ერთმანეთს. ასეთი წვრილმანები ყველგან დაგჭირდებათ. ახლა წამოვედი მეორე რიგს ვგსოვ და რომ მოვალ იქ მონიშნულ ადგილებში, მერე იქ ვუკლოთ. აი ასე. შემოვგსოვ ერთი რიგი და მოვედი აი აქ მეორე მხარეს და ახლა უკვე ვიწყებთ კლებას. ახლა ნახე, აი ამ თვალზე ყოველი მეორე რიგზე, აი ამ თვალზე ვუკლებთ ყველა თვალს. აქედან ვატრიალებ, ასე რომ სისწორით ვუკლო მე ეს თვლები. აქედან გავაგრძელებ ქსოვას. ახლა აქ ნახე, მოვედი აქ, აქედან აი ასე ვუკლებ. როგორც ამ შემთხვევაში ტანის ქსოვა რო დავიწყეთ და ვუკლევთ, ხო, აქედანაც, აქედანაც. მოვნიშნე იგივე თვლები და ვუკლებ ზუსტად ისევ ისე. ახლა ამას შემოვგსოვ. აი ასე, მოვედი ისევ მეორე მხრიდან აქ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთ რიგზე ვუკლებთ, ერთ რიგზე ჩვეულებრივად ვგსოვთ. ყოველი რიგის მოქსოვისას ამ თვლებს არ ვუკლებთ და ესაც ისევე იქსოვება, როგორც წინა შემთხვევაში. ერთ რიგს შემოვგსოვთ ისევ აქ მოვალთ ისე, რომ ვუკლეთ ჯერ, ახლა არ ვუკლებთ ამ რიგზე და ისე მოვგსოვთ. შემდეგი რიგი მოვედით აქ და ახლა უნდა ვუკლოთ. ვატრიალებ ამ თვლებს და ვუკლებ. მოვგსოვ დანარჩენ თვლებს. ახლა ბოლო ორი თვალი და აქედან ასე ვუკლებ. შემდეგ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ქსოვას. ახლა რა მინდა გითხრათ, ნახეთ, შეიძლება როცა უკვე კლავს იღებ და აქედან იწყებ ქსოვას, თვლები უნდა ამოკრიბო, უნდა დაალაგო და აქ შეიძლება მეტი თვალი მოხვდეს ისე, რომ არ იყოს 5 რო ჩაუმატე და 5 აქეთ იქიდან თითო წამოიღე 7 თვალზე და უკლე, შეიძლება აქ მეტი თვლები დაგრჩეს. მოსაკლები, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, უისაც წავიღო და საიდან მოვიტანი არა. ჩვეულებრივად უკლებ, მთავარია შენ ძირითადი თვლები წამოვიდეს იმ რეგლანიდან, აი აქ რომ ვუკლეთ, აქედან ასე გამოვიდეს და ლამაზად დასვა ეს ადგილი და შეიძლება 1 და 2 თვალით მეტი დაგჭირდეს აქ კლება შიგნით ოღონდ. რო ამოკრიფავ, აი ამ თვლებს ამას ვამბობ. ამიტომ თუ ასეთი მომენტი იქნება, ეს არა კატასტროფა და არ იფიქრო, რატომ აქ ამდენი თვლები, საიდან მოვიდა ამდენი თვლები. როცა უკვე აიღებ თვლებს, რომ კლავი უნდა დაიწყო, შესაძლებელია, რომ იქ თვლები რო დაალაგო ნორმალურად, ამოიყვანო ყველა, არ დაგრჩეს ღია ადგილები, მოგიწიოს მეტი თვლების კლება იმ ადგილას. ახლა ამას შემოვგსოვთ, კიდე ერთ რიგს შემოვგსოვთ, რადგან ეხლა ვუკელით და შემდეგ რიგზე არ ვუკლებთ და მოვალ შემდეგ რიგზე რომ ვუკლოთ.
მოვგზოვე ერთი თავისუფალი რიგი კლების შემდეგ და ახლა უნდა ვუკლოთ. ეს რო თვალსაჩინო იყოს, ახლა მოდი აქ გავაკეთოთ ეს. ახლა მე აქ მაქვს კიდევ მოსაკლები 4 თვალი დამრჩა შიგნით. ორჯერ ვუკლე, ესე იგი 4 თვალი, 6 თვალი მქონია, პლუს გარედან რომელი თვლებიც მოდის, რომლებზეც ვუკლო, ხო, შორიდან რომ მოდის რეგლენიდან ძირითადი თვლები. ერთი სიტყვით. რომ წამოვედი, ავიღე თვლები, ხო, ეს არის მკლავის მხარე, ეს მოვგზოვეთ წინა ვიდეოში ჩვენ ტანი. ეს არის მკლავის მხარე, ერთი რიგი მოვგზოვე ჩვეულებრივად, შემდეგ რიგზე მოვედი და ვუკლე, შემდეგ რიგზე მოვგზოვე ჩვეულებრივად, შემდეგ რიგზე მოვედი და ვუკლე, შემდეგ მოვგზოვე ჩვეულებრივად და ახლა აი აქ ვარ, რომ უნდა ვუკლო. აი ზუსტად ასე გამოვიდა და ვუკლოთ. აქედან შევატრიალებ ამ თვლებს და ვუკლებ, რომ აი ეს თვალი აქ სწორად და ზუსტად გაყვეს და არ მიიგრიხოს, არ მოიგრიხოს. შემდეგ ნაგვსოვი, რომ ცუდად არ დარჩეს. ახლა აქედან ასე გავდივარ და აქედან ვუკლებ, აი ასე, რომ ეს აქედან მოდის და სწორად მოდიოდეს. ახლა აი ისე გამოვიდა, რომ ის რომლებზეც ვუკლებდი, ის თვლები მოხდა ერთად. ახლა ამ რიგს ხო შემოვგზოვთ. კიდე ერთ თავისუფალ რიგს ხომ შემოვგზოვთ, ხო? მოვედით ისევ აქ თავისუფალი რიგიც მოვგზოვეთ, აი აქ მოვგზოვეთ ეს და ახლა აქ ზუსტად 2 თვალი გვაქვს, რომლებზეც ვუკლებდით, აქიდან რომ მოდიოდა, აქიდან რომ მოდიოდა. ახლა ამ თვლებსაც ვუკლებთ. აი რას გულისხმობ, ეს 2 თვალი. ხომ მოვიდა აქ ერთმანეთთან. ახლა აი რას ვამბობდი. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი თვალი დაგვრჩა წინა ვიდეოში, რომ გსოვდით და ვუკლეთ და ჯერ ის ერთი ვუკლეთ, მერე ერთმანეთზე ვუკლეთ ეს თვლები. ამ შემთხვევაში მეტი თვალი ამოვიყვანე აქ მე, როცა ავკრიფე თვლები აი ამ ადგილას და მოვიდა, რომ ერთი თვალით მეტი იყო. ამიტომ ვამბობ, არ არის კატასტროფა, თუ ან იქით მოხდა მეტი, ან აქით. ახლა მე ამ თვალს მოვნიშნავ აი ასე, რომ ეს არის ის თვალი, ბოლო ერთი თვალი რო დამრჩა, რომელზეც ვუკლებდი. აი ეს თვალი. ახლა აქედან დანარჩენი გააგრძელებ ქსოვას და ახლა რა მინდა გითხრათ, ეს გავიდე იქით. ვნახოთ რა გავაკეთეთ. აი მე ხო ვთქვი, რომ ასეთი ფორმა უნდა მივიღოთ. ასეთი. ეს არის ის გადაბმის ადგილი, სადაც ჩვენ თვლები ჩავამატეთ. აი ნახეთ. ზუსტად ისე გამოგვივიდა. ეს არის გადაბმის ადგილი. ჩვენ რომ კლავები დავტოვეთ და ჩავამატეთ და გავაგრძელეთ ტანის ქსოვა, ასე ვუკლეთ აქ, იმიტომ რომ ეს ჩამატებული თვლები ჩვენ სიდიდისთვის არ გვჭირდებოდა. ჩვენ ეს გვჭირდებოდა, რომ ეს ასე არ ერთმანეთთან არ ყოფილიყო და არ მოეჭიმა ადგილი, ხო? ახლა აქედან კლავები დავიწყეთ, აქედანაც იგივენაირად ვუკლეთ და გამოგვივიდა ზუსტად აი ასეთი ფორმის. ახლა ნახე, შენ თუ ქსოვ. აი აქაც არის 2 ვარიანტი. ახლა როგორც საყელოს შემთხვევაში ჩვენ რაც გავაკეთე.
ახლა შენ თუ გსოვ, აი ეს არის ტანი, ეს არის სახელო. შენ თუ გსოვ ასეთ სახელოს. ეს ნელა-ნელა რო ვუკლებთ, ხო მიხვდით? ამ შემთხვევაში შენ თუ გინდა ნელა-ნელა უკლო ამას თანდათან რო პატარავდება მკლავი, ახლა ვინც გსოვთ მიხვდით ალბათ რას გულისხმობ. ნახე აქედან რამხელა საიდან დაიწყე და აქ მთლიანად კი არ ჩამოგსოვე ეს ამ სიდიდე. რამხელაც აქ არის, დაუშვათ აქ გაქვს 40 თვალი, სიტყვაზე ვამბობ. და ეს 40 თვალი აქამდე კი არ ჩამოგსოვე, ნახე ნელა-ნელა ხო უკლე დარჩა 38, 36, 34, 30, 25, 20. თანდათან როგორც ხელი, ხო? ამაში, ამ დროს ნახე რას აკეთებ ახლა. შენ ხო გწოვ უკვე მკლავს. აი, ავიღეთ ახლა, მივცეთ ამას თავისი სახე, რა გავაკეთეთ და წარმოდგენა გქონდეთ რა უნდა გააკეთო, რო გააგრძელო. აი, ახლა გვაქვს ჩვენ მკლავი. აი ეს ტანია, ეს მოგსოვე უკვე, ეს არ არსებობს. აი ეს, გამოვიყვანეთ ახლა და ვაგრძელებთ აქ. შენ თუ გინდა მოგსოვო ასეთი მკლავი, სახელო, თანდათან უკლო. აი ეს თვალი უნდა მონიშნო, აი ეს ზუსტად, რაზეც ბოლო თვალი დარჩა კლება. უნდა მონიშნო და წამოხვიდე ახლა გსოვ. მოგსოვ 5, 6, 7 რიგი ჩვეულებრივად და ამ თვალს მონიშნულს აუცილებლად აი აქ ექნება თვალსაჩინოდ გამოყვები და ამ მხრიდან უკლებ ერთ თვალს. მოგსოვ კიდე შემდეგ გააგრძელებ ჩვეულებრივად გსოვ, არ უკლებ არაფერს. მოგსოვე 6, 7 რიგი და ეს მონიშნული თვალი აქ ისევ გაქვს. აქედან ხო უკლე ძეღან. ახლა აქედან უკლებ ერთ თვალს. მოგსოვ კიდე 5, 6, 8, არ ვიცი რამდენად ბევრი თვლების კლება გინდა. იმ სიჩქარით უნდა უკლო. ცოტა რიგებს შორის თუ ბევრი რიგი უნდა მოგსოვო და შორს უკლო. მერე ხო უკლე აქედან. კიდე მოგსოვე რამდენიმე რიგი და შემდეგ ისევ აქედან უკლე. კიდე მოგსოვე რამდენიმე რიგი და შემდეგ ისევ აქედან უკლე, მაგრამ ეს თვალი არ დაგეკარგოს. ამ თვალზე უნდა უკლო. ეს რამდენი თვალიც დაგჭირდება შენ რო უკლოს, სანამ მაჯაში ჩამოხვალ, აი აქ მაჯასთან, ხო? აქ უკლებ ნელა-ნელა, ზუსტად მხოლოდ ამ თვალზე უკლებ. და აუცილებლად ასე კი არა და ასე. ერთი თვალი, შემდეგ ერთი, შემდეგ კიდე ერთი. ოღონდ გსოვ რამდენიმე რიგს, როგორც ვთქვი, შემდეგ აქედან. აუცილებლად ერთი მეორე, აი ასე უკლებ იქით აქედან და თან მოდიხარ და გსოვ, აი ასე, არ ვიცი, რამდენი რიგის დაშორებით გჭირდება, რომ ჩამოგსოვო და ჩამოიტანო აქამდე იმ სიფართით, რამდენიც შენ გჭირდება. თუ მეტი დაგრჯა და კიდე ვიწრო გინდოდა და არ გეყო ის კლების რა ქვია, რადიუსი, მაშინ ადეკი და აქ შენ უკლე რამდენიმე თვალი ირგვლივ რეზინამდე და რეზინა მაშინვე რო იწყებ რეზინას იმ დროს. თუ ჩამოიტანე იმდენი რო შენ საკმარისი არა წაი დაიწყე რეზინა და მოგსოვე. ეს ერთი ვარიანტი. რო აუცილებლად ეს თვალი უნდა მონიშნო, რაზეც ეს თვლები მოვიყვანეთ ჩვენ აქ. მეორე ვარიანტი. ნახე ახლა. არის მხარი. აი, არის მხარი და რა არის აქ? ცუდად მოვხაზე. აი ეს ხო ვიწყებთ ეგ არა კაცო, ეს არ არის. ვიწყებთ აი მეორე კლავი, მკლავი, აი ასე და არ ვუკლებ. პირდაპირ აქ თუ მქონდა სიტყვაზე ვამბობ ისევ 40 თვალი, ამ 40 თვალს ჩამოვიტან აქამდე
და აქ ვუკლებ რეზინას, როცა ვიწყებ, მაშინ ამოვიყვანს ორ თვალს ერთად, თუ არ ვიცი მე რა სიგანით, რა თვლები გაქვს და რა რაოდენობით უნდა უკლო, აი აქ უკლებ, დაიწყებ პირდაპირ რეზინას კლება, ესე იგი, თვლებს რო უკლებ, თან რეზინას იწყებ წაღმაუკუღმას და გამოგივა აი ასეთი სახელო ამ შემთხვევაში. ამისგან განსხვავებით. არ ვიცი მიშე რომელს მოგსო შენი სურვილით და გაითვალისწინე ეს ერთი სიტყვით. ამ შემთხვევაში ამ ქვედა თვალს კიდევ ვიმეორებ, გამოყვები და აქედან და უკლებ აქედან, 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 აქედან. სულ ასე ჩამოხვალ აქამდე. მალმალე არ უკლო, ძალიან წააჭრის და აქედან ძალიან ისეთი გამოგივა, აი როგორი გამოგივა, ხო გსო მკლავს და რაღაც ამდენად ძალიან წააჭრის. გათვალე აუცილებლად რამდენი რიგის შემდეგ უკლებ და ყოველი კლების შემდეგ იმდენი რიგი მოგსოვე. სამ რიგის ტოვებ, 4, 6, 8, არ ვიცი, თითო რიგს, ორ რიგს, კლებას და კლებას შორის გეუბნები, რამდენ რიგს დატოვებ, ყველა კლებაზე იმდენი რიგი დატოვე, რომ აი ზუსტად წამოხვიდე და ჩამოხვიდე მერე აქამდე, რომ აქ ესეთი ის არ გამოგივიდეს, აი ესეთი წაჭრილ-წამოჭრილები. უცბად რომ უკლო, მერე ბევრი მოგსოვო, მერე ცოტა მოგსოვო, კლებებს შორის სხვანაირად გამოგივა, აცაბაცა რო ვთქვათ რა, ასეთნაირად. და ერთი და იგივე რაოდენობის რიგები მოგსოვე კლებას და კლებას შორის და ჩამოხვალ აქამდე და კიდევ ამბობ, თუ ბევრი თვლები დაგრჩა კიდევ და განიერია. აქ აი როგორც აქ ხო ერთ აქ ხო უკლებ და აქაც უკლე იმ რეზინას ხო იწყებ წაღმაუკუღმას და ირგვლივ ოღონდ ერთკან არა. ირგვლივ აი მოგსოვ წაღმას, რამდენიმეს მერე უკლებ, მერე რამდენიმეს კიდე უკლებ, გაანაწილე, რამდენი თვალის კლება გჭირდება, ისე გაანაწილე და ისე მოგსოვე. და თუ უკვე აქედან რო გსოვ და საკმარისია და შეატყობ, რო საკმარისია და მაჯაზე უკვე მჭირდება ამდენი თვალი, აღარ უკლო და გამოგსოვე ჩვეულებრივად და ჩამოიტანე მაჯამდე იმდენი თვალი, რამდენი შენ გჭირდება. არ ვიცი, იმედია გასაგებია რაც ვთქვი ახლა, აი ასე მოაქვსოვეთ სახელო, ასე გამოიყვანეთ ეს მკლავი და ყველა ვარიანტში ეს თვალი მაინც გჭირდება, იმიტომ რომ რო ჩამოხვალ ეს აი აქ მაინც აქ უნდა იყოს და აქედან ანაწილებ შემდეგ. ესაა დასაწყისი და დასასრული მაინც აქ გექნება. აი ასე მოგსოვთ, ყოველთვის ქსოვის დროს ჯემპრების, ჟაკეტებს, რასაც არ უნდა ქსოვდე, ყოველთვის ეცადეთ აი ასე გაუკეთოთ აქ გადაბმის ადგილი ტანს და მკლავს შორის და გამოგივათ კარგი, არ მოჭიმავს ერთმანეთს, არ დაეზიდება ერთმანეთს, ესაც თავისი ფართიც ექნება და თავისი სილამაზეც ექნება ამას. ვისაც დაგაინტერესებთ კიდე დასაწყისი, არის 2 ვიდეო ამ ჯემპრის და ნახავთ იქ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.